უნდა ვიწამო რომ ჩემი სიკვდილით ყველაფერი დამთავრდება? არა, მორჩა და გათავდა. უნდა ვიწამო რომ სხეული მოკვდება ჩემი, მაგრამ სული ამაღლდება. ერთის და მეორეც რწმენის სფეროა. არც ერთში მეცნიერება არ გამოჩნდება. ხომართალია. ვერ დაამტკიცებს რომ ღმერთი არ არის, ვერ დაგემტკიცებს რომ ღმერთი არის. მაშინ ავირჩიო. მე უნდა ავირჩიო. საიდან გავიწიო? გავიწიო რომ იმ რწმენისაკენ რომ ყველაფერი მატერიალურია, თუ იმ რწმენისაკენ რომ ღმერთს მიერ შექმნილია. ეს უკვე შენზეა დამოკიდებული რომ ეს აირჩიო. ან როგორი გაზრდა მოყვებოდა, ან ბები, ან პაპა, ან დედა, მამა, რა ჩაგაგონ შენზეა, შენს კულტურაზე არჩევანი. და ორივე იმას აირჩიოთ იმას, ცხოვრების წესს აირჩიო ფაქტიურად. იმიტომ რომ რელიგიაში მაცხოვრებელი სხვანაირად ცხოვრობს, რელიგიის გარშე მაცხოვრებელი სხვანაირად ცხოვრობს. იმისთვის არის პრინციპი, მიიღე ყველა სიამოვნება. აიღე ამ ქვეყნიდან ყველაფერი რაც ასაღებია. ის სიამოვნე. მასვე მაჭამე მანხინი, აი იმღერა და იარე ამ სიმღერებით. ხო? იმიტომ რომ მაინც მოკვდები და აღარაფერი აღარ იქნება მერე. მაგრამ მორწმუნეისათვის სხვანაირია. მე არ მინდა ჩემსაფრაზე, მე უნდა შენ მოგიტანო რაღაცა. მე მასვე და მაჭამი კი არა. მე როგორ გავიხავდი და შენ მოგცე, ლუკმა როგორ გაგინაწილო, თვალებში როგორ შეგხედო. არა, მომეცმედი კი არ უნდა გამოგიწოდე ხელი. თუ რამე მაქვს მე ხომ არ გნებავს. არა, გაეცი რომ მიიღო.